კორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავენ ნიკა ზანგალაძე 23 წლამდელებს შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. მან ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე კონტინენტის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი медаლი მოუტანა. ამ შედეგისთვის სპორტსმენს გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში მადლობის სიგელი გადასცეს. გაერთიანების ხელმძღვანელობამ მას და მის მწვრთნელებს წარმატებები უსურვა. ალბანეთის ქალაქ ტირანაში გაიმართა 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ნაკრებმა მიიღეთ მონაწილეობა. ჩემპიონატი გამოსვლასაც შეეხება დავიკავე ვერცხლის медаლი, ჩავატარე სულ 3 შეხვედრა. აქედან 2 აშკარა უპირატესობით გავიმარჯვე. ფინალში ჩემზე ძლიერ მეტოქე შემხვდა. თუმცა დებიუტანტის ყოლობაზე თვლი რომ სულაც არ მიჭიდავია, მაგრამ რაღაც პატარა ნიუანსების გამო მომიწია ვერცხლის медаლის დაკავება. წინარე სოფლიო ჩემპიონატი, რა თქმა უნდა, უფრო უკეთესად მომზადებით ნაკრები, მეც უკეთესად მომზადები და გავაუმჯობესებ და რა თქმა უნდა, ვერცხლის медаლს ოქროს медаლით გადავწვდი. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, რომ მოგზანდით და დააფასეთ ეს შედეგი. რაც შეეხება ნიკას გამოსვლას, სიმართლე გითხრათ, მოლოდინი და მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ნიკა ნაბიჯ მიიძევს წინ. შაშანაც მოგვიწია ამ მოწინააღმდეგესთან ჭიდაობა. სულ ერთი ქულით დათმო და ამ შეხვედრას რაც შეეხება ფინალურ შეხვედრას ძალიან კარგად მიყავდა, ლოგიკურად მიყავდა, იქ სადღაც 30 წამში გადაწყდა ბოლოში ბევრი რამე. უბრალოდ იჩინა თავი იმან, რომ ნიკამ ცოტა იფიქრა, რომ შეცდომა არ დაუშვა და აი ამ შეცდომის არ დაშვების გამო ცოტა ჭიდაობა შებოჭა, რო ვთქვა და ამის გამო დავკმაყოფილდით მეორე ადგილს, მაგრამ გაითვალისწინებს ამ ყველაფერს და მომავალში ოქროს медаლი გვექნება. გაკვეთილზე დავინახე, რომ ძალიან ჰიპერაქტიული ბავშვი იყო ეს. შევთავაზე, რომ ეს ენერგია ბავშვებთან რომ დიზგილაო, მოდი და მიზანმიმართულად გამოვიყენოთ, იარე ჭიდაობაზე მეთქი და მოვიდა იმის მერე მართლაც აქტიურად ვარჯიშობს. გაცდენა ამისთვის არ არსებობს, იმიტომ რომ თუ გააცდენა, ეგ იშვიათი იყო. პირდაპირ გაკვეთილზე ვაკითხავდი ხოლმე, რად გააცდენა. პატარავიდანვე აითვის ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ფიზიკური მონაცემები, სისწრაფე, მოქნილობა, ყველაფერი და გადავიყვანეთ დიდები ჯგუფში. და იქიდან მოყოლებული უკვე სამეულის გარეთ არ დავჩენილობთ არც შეჯიბრზე. და მოვედით ჯერჯერობით აქამდე და მომავალში კიდევ ჯერავს რომ უკეთეს შედეგებს გავაკეთებთ ნამდვილად. გორში საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერის მხარდამჭერით სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის დაცვის თემაზე ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრას ტურიზმის სფეროში მომუშავე კერძო ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრეთ. როგორც მერის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, თანამედროვე უსაფრთხო სტანდარტების დანერგვა და მომხმარებლისთვის სრულყოფილი სერვისის მიღება მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ტრენინგები სხვა დროსაც ჩატარდება. ამ ტრენინგს კითხულობს საერთაშორისო აუდიტორი, პროფესორი მირანდა გორგილაძე და ძალიან საინტერესოა ის, რომ წარმომადგენლობა გორში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები მოვიდნენ ის ადამიანები, ვისაც კონკრეტულად აინტერესებთ ეს სფერო და უნდათ რომ დანერგონ თავიანთ საქმიანობაში ჰასპის სტანდარტები, ეს არის ღვინის მარნების წარმომადგენლები, კვების ობიექტების წარმომადგენლები, საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები და მათთვის ეს ტრენინგი იქნება ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, რომ მიიღონ მრავალი უცხოელი ვიზიტორი. გზავს ტრენინგები მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რასაც ჩვენ დღეს მოვისმენთ, რადგან უფრო მეტი ჩანსაღი, უფრო მეტი სისუფთავე და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, უფრო მეტი სისუფთავე კონდეს, უფრო მეტი სტანდარტებთან შესაბამისად, რადგან უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ტურიზმი, ჩვენ გორის მუნიციპალიტეტში. ჩვენ მუნიციპალიტეტის მერე გზავს
აქტივებს უწყობთ ხელს. შესაბამისად ხდება, როდესაც ჩვენ მხრიდან არის დაფინანსებით, ასევე მხოლოდ ხელშეწყობაც ხდება, ამ შემთხვევაში მხოლოდ ხელს უწყობთ სივრცით და კიდევ სხვადასხვა აქტივობებიც იგეგმება ამ მიმართულებით. Წვეულები ვართ მარნის წარმომადგენლები, საოჯახო სასტუმროს წარმომადგენლები და ასე შემდეგ ტურიზმის სექტორი, ასე ვთქვათ, რომელიც მომსახურებთ ამ სფეროს, ძალიან მნიშვნელოვანია სურსათის უზრუნველობა, რა თქმა უნდა, არა მარტო ჩვენ სფეროში, ზოგადად კვების სფეროში და გასულ წელსაც იყო მსგავსი შეხვედრა, ტრენინგი და ყოველ წელს, რა თქმა უნდა, იცვლება კანონმდებლობა, იცვლება მიდგომები და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან ტურიზმის განყოფილება აქტიურად ჩართული ამ პროცესებში და ყოველწლიურად ჩვენ ახალ ინფორმაციებს ვიღებთ აღნიშნულ სფეროს გარშემო. ხაშურის მერი ქალაქში რუსთაველის ქუჩაზე ბასლაინის მოწყობას გეგმავს თენგიზ ჩიტიაშვილმა ამის შესახებ TV იბერიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია და პროექტიც თითქმის მზადაა. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით აღნიშნული ქუჩა ორმხრივი კერძო ავტომობილებისთვის არ გახდება, რადგან ეს მიმდებარე ლოკაციის პარალიზებას გამოიწვევს. აი უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ რა მდგომარეობა იქნებოდა ეხლა რუსთაველის ქუჩაზე რომ ორმხრივი იყოს. უბრალოდ ადამიანებმა არ იციან ამ 3 წლის განმავლობაში 2000-ზე მეტი ახალი ავტომობილია ხაშურში შემოსული. ხვდებით? და რუსთაველი რო ეხლა ორმხრივი იყოს, იქ აი ესე პირდაპირ იქნებოდა საგიზით. უკვე მომზადებულია ეს პროექტი და ჩვენ ვაპირებთ რომ ორმხრივი არ იქნება ეს მე ვიძახი კერძო ავტომობილის მძღოლებისთვის იქნება ანუ ორმხრივი მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ეგრეთ წოდებული ბასლაინი ახლა ჩვენ ავტობუსები არ ყავს მაგრამ იგეგმება რომ იქნება ერთი ზოლი ბასლაინისთვის გათვალისწინებული გამსვლელი. სტალინის სახლ-მუზეუმი და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი ეს ორი ლოკაცია გორის მუნიციპალიტეტში ჩამოსულ ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. როგორც ადგილობრივ ტურიზმის განყოფილებაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი ტურიზმია, რომელიც თითით ვითარდება. რობერტ მაღვეკელიძე აცხადებს, რომ ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან გაზრდილია და მათმა რაოდენობამ 20,363 ვიზიტორი შეადგინა. მინდა გითხრათ, რომ გორის მუნიციპალიტეტში საკმაოდ გაიზარდა ტურისტების შემოდინება, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ჩვენთან არსებული ტურისტული ლოკაციები, განსაკუთრებით ტურისტები მიემგზავრებიან უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში და ასევე მასიურად ეწევიან სტალინის სახელმწიფო მუზეუმს, სტუმრობენ სტალინის სახელმწიფო მუზეუმს. გარდა ამისა, ისინი ათვალიერებენ გორის მუნიციპალიტეტის მთლიან ტერიტორიას, ზოგი პილიგრიმული კუთხით არის შემოსული მომლოცველობის სახით, უმეტესობას კულტურული ტურიზმი აინტერესებს, ისტორიული ძეგლები და ასე შემდეგ. ხოლო არიან აგროტურიზმით დაინტერესებული ტურისტები, რომლებიც სოფლებში მიემგზავრებიან და ღვინის მარნებს სტუმრობენ და ოჯახებში ათევენ ღამეს. ასე რომ მრავალფეროვანია ტურიზმი, მრავალფეროვანია ტურისტების რაოდენობაც. ტურისტები მინდა გითხრათ, სოფლიოს ყველა კუთხიდან მოედინებიან, შემოდიან გორში. 1 იანვრიდან 3 მარტამდე გორის მუნიციპალიტეტში შემოვიდა 20,373 ვიზიტორი, მათ შორის 16,754 უცხოელი ტურისტია. გასულ წელთან შედარებით ეს გარკვეულწილად მზარდი ციფრია, ჩვენ უფრო მეცველოდებით. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ერთწლიანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტი სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ დაიფარება. პროექტის სარგებლობა შეუძლია ფიზიკურ პირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებს და იურიდიულ პირებს. შეღავათიან აგროკრედიტის პროექტს სოფლის განვითარების სააგენტო 10 წელზე მეტი ახორციელებს.
სახელმწიფო ჩვენი სააგენტოს მეშვეობით ახორციელებს პროგრამას შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სახით დახმარებას ფერმერებისათვის სესხის მიღების დროს. პროცენტის გარკვეულ ნაწილს ჩვენი სააგენტო აფინანსებს სესხის გაცემისას. ამ წელს კიდევ დაიწყო პროგრამა ერთწლიანი კულტურებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, რომ ფერმერებს, რომელთაც სურთ საბრუნავი საშუალებებისთვის სესხის აღება, სესხის 9%-ს უფინანსებს ჩვენი სააგენტო. ეს არის 10,000 ლარიდან 100,000 ლარის ფარგლებში სესხი მოსნეული კულტურებისათვის, ხოლო მასიური კულტურებისათვის 10,000 ლარიდან 300,000 ლარის ფარგლებში. ამ სესხის ხანგრძლივობა არის 1 წელი და ამ 1 წლის განმავლობაში აღებული სესხის 9%-ს ყოველთვიურად იხდის ჩვენი სააგენტო. ესე იგი, სესხი არ უნდა აღემატებოდეს, სესხის პროცენტი არ უნდა აღემატებოდეს 18%-ს, ეს ყველა ბანკმა იცის და ამ 18%-დან ან შეიძლება თქვათ სიტყვაზე იყოს 15%-იანი სესხი, 16%-იანი, ამ შესაბამისი პროცენტიდან 9%-ს ჩვენი სააგენტო ასუბსიდირებს. შეიქმნება თუ არა საერთო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი ამ დრომდე უცნობია, როგორც თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, ეს საკითხი განხილვის საგანია. ისინი სამომავლო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობასა და კოორდინაციის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. მართლ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედებები უცხოეთიდან არის ნაკარნახევი. ქართული ოცნების წევრების განცხადებით, ოპონენტების შანსები ნულის ტოლია. ირგვლივ შექმნილი ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი ხანია ეს ფორმატი მუშაობს, ჩვენ სხვადასხვა საკითხებს გავდივართ აქ. ამჟამად მუშაობთ ამ დოკუმენტზე, სადაც წარმოდგენილი იქნება ჩვენი ხედვები და ეს ხედვები ეფუძნება, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებს და რა თქმა უნდა, ეფუძნება იმ სამ ძირითად მოთხოვნას, რომელსაც დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობა აყენებს. ეს არის სინდისის პატიმრების საკითხები, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და იმ ევროპულ გზაზე ჩვენი ქვეყნის დაბრუნება, რომელიც არის დღესდღეობით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ საკითხებზე ვსაუბრობთ. ძლიერი საქართველოს დღეების განმავლობაში მოუწოდებდა და მოუწოდებს ყველას, რომ ჩვენ შევძლოთ ერთიანი ძალებით და კოორდინირებით მუშაობა ყველა ძირითად საკითხზე. ჩვენ ეს გავაკეთეთ და შევძელით ყოველდღიურ მუშაობის ფორმატში საგარეო ასპარეზზე. 4 კოალიციის საგარეო გუნდი მუშაობს ერთად. რაც შეეხება ქალბატონის პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ ფორმატს, ბუნებრივია, ჩვენ ჯერ კიდევ უნდა გავაფინალუროთ დეტალები და მხოლოდ შემდეგ შეგვიძლია ამ ფორმატის შესახებ საუბარი და მასში ჩვენი მონაწილეობის შესახებ საუბარი. გაყალბებული არჩევნები, პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური პატიმრების არსებობა ამ ქვეყანაში და ასევე არის ცივილიზაციური პრობლემა. საქართველოს მთლიანად მოწყდა თავის ორბიტას, ეს არის ევროპული ორბიტა, მთლიანად დაკარგა კავშირები თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან და ახლა ქვეყანა არის სრულ იზოლაციაში. აი ამ საკითხები არის, რომლებიც მოითხოვს ჩვენგან რაღაც ერთობლივ გადაწყვეტილებებს და ასეთ ერთობლივი გადაწყვეტილებები დიახ იქნება. ევრობიუროკრატია მთლიანად აიღო თავის ხელში ოპოზიცია წოდებული ან დაჯგუფების მართვა და რეალობაში მათი ინსტრუქციებია განმაპირობებელი იქნებიან ეს პოლიტიკური სუბიექტები, მათ წოდებული გაერთიანებები, რაიმე ქარტიის, გაერთიანებული ქარტიის ხელმომწერლი შევლენა სალომე ზურაბიშვილის მიერ გაშლილი ქოლგის ჭრილში თუ იქნებიან ცალ-ცალკე პოლიტიკურ პლატფორმებზე გასული. ყველა სუბიექტი, რომელიც ჩართულია საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში, ერთიანდება ერთი აბრევიატურის, ერთი სახელის ქვეშ. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. ეს არიან ადამიანები პირველი, ვინც დღეს გუშინ და ყოველთვის ეცდებიან, რომ განავითარონ რევოლუციური სცენარი.
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს სტატუსი არ შეუწყდებათ. უნივერსიტეტის რექტორის გადაწყვეტილებით მათ შესაძლებლობა ექნებათ სასწავლო პროცესს დაუბრუნდნენ. ამის შესახებ განცხადება კულტურის მინისტრის მოადგილემ გააკეთა. ბექა დავითულიანის თქმით გამოყენებულია შედარებით მსუბუქი გაფრთხილების ფორმა, რაც სწავლის მსურველებს აძლევს შესაძლებლობას დაბრუნდნენ აუდიტორიაში. თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს და მისცა უკანასკნელი გაფრთხილება, რითაც ამოწურა ეს საკითხი, დახურა ყოველგვარი სივრცე პოლემიკისთვის, მისცა შესაძლებლობა თავის სტუდენტებს ურთიერთობა რექტორსა და სტუდენტებს შორის გადავიდეს აკადემიურ სივრცეში, დაუბრუნდეს აკადემიურ სივრცეს. შესაბამისად, საკითხი ამოწურულია, შეუძლიათ სტუდენტებს განაგრძონ სწავლა, მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში და ვისაც ამისი სურვილი ჰქონდა რეალურად და ვისი მიზანით ნამდვილად ეცდიკო, განაგრძოს თავისი საქმის კეთება. განათლება და მეცნიერება 21 საუკუნეში გამოწვევები და ახალი პერსპექტივები ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა სასტუმრო თბილისში. ღონისძიების მიზანია განათლებისა და მეცნიერების თანამედროვე ტექნოლოგიების განხილვა, უმაღლესი განათლების რეფორმისა და შრომით ბაზართან შესაბამისი ანალიზი, ასევე აკადემიური სფეროსა და სამეცნიერო კვლევების გამოწვევებზე მსჯელობა. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საერთაშორისო კონფერენციების მასპინძლობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული კონფერენცია სწორედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რუსოთა რუსთაველის ფონდის მიერ არის მხარდაჭერილი. მეორის მხრივ, რა თქმა უნდა, თანამედროვე სამყარო სავსეა გამოწვევებით. აქედან გამომდინარე, სწორედ მეცნიერება და უმაღლესი განათლება უნდა იყოს გზა, რომელიც ამ გამოწვევებთან დამკვირვებლის საშუალებებს მიგვაგნებინებს. ჩვენი მთავარი ფუნქცია იყო დღეს შეგვეჯამებინა აკადემიურ პირებთან ერთად, სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ერთად და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას დღეს ჩვენი ქვეყანა და მთავარი არის, რომ ჩვენი დისკუსიებით ხელი შეუწყოთ მომავალში იმ პოტენციალის კიდევ უფრო გაძლიერებას, რომლითაც საქართველომ უნდა შეასრულოს თავისი როლი განათლების და ინოვაციების თვალსაზრისით. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2024 წლის გამარჯვებულები გამოვლინდა. დაჯილდოვდა წლის საუკეთესო პროფესიული განათლების სტუდენტი, პროფესიული განათლების მასწავლებელი, პროფესიული განათლების პროგრამა და პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი. ღონისძიებაზე ძირითადი საკონკურსო კატეგორიების გარდა ფინალისტებს საქართველოს პარლამენტმა და პროფესიული უნარების სააგენტომ სპეციალური პრიზები გადასცეს. გამარჯვებულები განათლების მინისტრმა დააჯილდოვა. საქართველოს პარლამენტი უკვე მესამე წელია მონაწილეობს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ცერემონიაში. ჩვენ მესამე წელია სპეციალურად ინკლუზიური პროფესიული განათლებისთვის გადავცემთ იმ სასწავლებლებს ჯილდოს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს ამ ყველაფერში. პროფესიული განათლება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის. კლინიკებს, სადაც დიალიზის პროცედურები ტარდება, სახელმწიფომ დაფინანსება გაუზარდა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული პაციენტების მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს. ამ და სხვა საკითხებზე ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღების საგანია თირკმლის სამკურნალოდ არსებული პროგრამები, რომელიც სახელმწიფოს აქვს და ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ინტერესის საგანია, რომ ეს იყოს ერთის მხრივ ყოველთვის მზარდი, გაუმჯობესებადი და რაც შეიძლება მეტად დახვეწილი პროგრამა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე მიმართულებით, რასაც ჰემოდიალიზი ქვია, ამ მიმართულებით ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით. აქვე მინდა ვთქვა, რომ დღეს განვიხილეთ ასევე სამომავლოდ სტრატეგიული გეგმების დავსახეთ მიმართულებით, რასაც ქვია ამ პროგრამის ეფექტიანობის გაუმჯობესება. ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც ამ
მომსახურება თირკმლის ჩანაცვლების თერაპიაზე მყოფი ბენეფიციარების მომსახურების გაუმჯობესებას. შესაბამისად დაისახა სტრატეგიული გეგმა, რომლის თანახმად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მიწოდებული სერვისების ხარისხი, პაციენტების მედიკამენტებით მომარაგება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. სააკაშვილი პროცესზე არ გამოცხადა. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, თუმცა ცნობა ამის შესახებ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებულს საბოლოო სიტყვის თქმის სურვილი აქვს, ის სათათბიროდ გავიდა. განაჩენი კი ორშაბათს გამოცხადდება. ეს საბოლოო სიტყვაზე ვიღავით, ბრალდებული არ არის ჩართული შესაბამისად სასამართლოს არსულს სახელობა საბოლოო სიტყვით, შესაბამისად სასამართლო გადასათათბიროდ განჩენს გამოსატანად სარეზოლუციო ნაწილს გამოგიცხადებთ ორშაბათს ვილიქნას თერთმეტ საათს. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ამის ნათელი მაგალითია რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც პიჯაკების საქმეზე მას 9 წელი დაუნიშნეს სასჯელად, რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური შეკვეთით. აღნიშნულ საქმეზე გამოკვლეული იქნა არაერთი მტკიცებულება, გაკითხული იქნა მოწმეები, ვიდეო მასალა, ექსპერტის დასკვნები, რაც საბოლოო ჯამში ადასტურებს ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტს. ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ ორშაბათს გამოცხადდება ამ ნაწილში გამომხსენებელი განაჩენი და ბრალდების სასამართლო სრულად ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რაც გულისხმობს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტს მიხეილ სააკაშვილის.